ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში 250,000-დან 500,000-მდე ადამიანი ხერხემლის მძიმე დაზიანებას იღებს. ტრავმას, რომელიც ხშირად ცხოვრებას სრულად ცვლის, მოძრაობის დაკარგვასა და კიდურების სრულ პარალიზებას ნიშნავს. მეცნიერების განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმედს, რომ შეუძლებელი მალე გახდება შესაძლებელი. ინოვაციები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლებოდა, დღეს უკვე რეალურად ეხმარება ადამიანებს ფეხზე წამოდგომაში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც იქნება დღეს განხილული, მოდი ასეთთან გავისაუბროთ. მოგესალმებით ლევან. დღეს მე ვისაუბრებ ეგზოჩონჩხებზე. ტექნოლოგიაზე, რომელიც არის სხეულზე მოსარგები, მექანიკური რობოტული სისტემა და რომელიც რდის ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს და რაც თავარია, აღადგენს მათ დაკარგული მოძრაობის უნარს. ძალიან საინტერესო თემა. სამედიცინო კითხვა გამიჩნდა და უნდა ვიკითხო უცილებლად ლევანთან ვიკითხავ და შეიძლება შენც მერე გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტად უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით. ვის შეიძლება დასჭირდეს ეს მოწყობილობა, ხო? როგორც არსებობს ახსნე საუბარია ეგზოჩონჩხზე, რომელიც არის დამხმარე ტექნოლოგია, რომ პაციენტ რომელსაც აქვთ პარალიზებული კიდურები, აქ არის საუბარი ან მხოლოდ ქვედა ან ზედა კიდურებზეც გააჩნია დაზიანების დონეს და ხარისხს ამ პაციენტებში, რომ წარმოვიდგინოთ ამ დაზიანების შინაარსი ზურგის ტვინი არის ერთგვარი გამტარი გზა, რომელშიც თავისუფლად ნაწარმოებული იმპულსები შემდგომ უკვე მიემართება ერთგვარი შეერთების შემდგომ უშუალოდ ეფექტორულ ანუ სამიზნე ორგანომდე. რომ წარმოვიდგინოთ დიდი გზატკეცილივით, ყოველ ორგანოსთან არის პატარა გადასახვევი, რომელიც მიგვიყვანს უკვე ამ სამიზნე ორგანომდე, თუმცა თუ ამ გზაში გვექნება დიდი ჩახერგილი ბლოკი, ამ ადგილიდან და მის შემდგომ უკვე ამ იმპულსების გადაცემა აღარ ხდება, ამიტომაც ხერხემლის დაზიანების დროს სწორედ დაზიანების ადგილიდან და მის ქვემოთ უკვე აღარ ხდება მოძრაობის იმპულსების გადაცემა, ხო? თუ დაზიანება გვაქვს კისრის მიდამოში, ხშირად ეხება ორივე ზემო და ქვემო კიდურებს, ხოლო რაც უკვე ქვემოთ ჩამოვდივართ, უკვე ცენტრალიზდება მხოლოდ ქვემო კიდურებზე. თუმცა საკმაოდ ტრაგიკულია ეს ყველაფერი, იმიტომ ეს პაციენტები კარგავენ სრულ მოძრაობის უნარს. გამოვკიდებლად გადაადგილეს. ეხლა გამახსენდა, რომ ჩვენ გასულ გადაცემებში ვისაუბრეთ ელონ მასკის ჩიპებზე, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს ეხმარებოდა. იმ შემთხვევაში იყო ის, რომ ფიქრის საშუალებით შეეძლოთ, რომ კომპიუტერი ემართათ, რომელიც მე კიდე რაღაც ადამიანები პარალიზებული იყვნენ კიდურებზეც, მათ შორის შესაძლებლობებს უწევდა და რა განსხვავება არის, თუ არის რაღაცა იმის მხრივ, რომ შეიძლება კონკრეტულმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ჩიპები და ეგზოჩონჩხი სხვამ, თუ აი რაღაც ტიპის ну, როგორც დღესდღეობით Elon Musk-ის კომპანია Neuralink პოზიციონირებს, მათი საბოლოო მიზანი არის, რომ ერთ დღეს ჩიპმა ყველაფერი აკონტროლოს, მოძრაობიდან დაწყებული სხვა ტიპის ეკრანის კონტროლი, თუმცა დღესდღეობით როგორც არსენიას დამამოწმება, დღესდღეობით მხოლოდ ამ ჩიპის მეშვეობით პაციენტებს შეუძლიათ კონტროლი ეკრანზე მაუსის, როგორც ჩვენ განვიხილეთ. საინტერესო ლევანის, რომ იქნება ისეთი ეგზოჩონჩხებით, სადაც ჩიპები არის ჩაშენებული და ანუ ფაქტობრივად კომბინაციაში იქნება ეგზოჩონჩხი და ჩიპი, ანუ ადამიანი აზროვნების ძალით გააკონტროლებს ტექნოლოგიურ მოწყობილობას და ასევე ამ ეგზოჩონჩხის დახმარებით შეძლებს იმას, რომ გადაადგილდეს და აზროვნების ძალით გამოიყენოს ეს ეგზოჩონჩხიც. ხო, ანუ რაღაცნაირად კომბინაციაში იქნება. თან არის კავშირში და არა ცალ-ცალკე. ცალ-ცალკეც შეიძლება იყოს და ასევე კომბინაციაშიც. არსენ, როგორი არის აი ამ ეგზოჩონჩხის ისტორია? ეგზოჩონჩხების შექმნის ისტორია ითვლის 10 წლეულებს. ის თავდაპირველად გაჩნდა სამხედრო და ინდუსტრიული მიზნებისთვის, რათა ადამიანის ფიზიკური ძალა წარმოუდგენლად გაეზარდათ და ამ ძალის გაზრდის მეშვეობით გაეზარდათ მათი შრომის უნარიანობა და შრომის ნაყოფიერება. თუმცა, დროთა განმავლობაში ინჟინერები მიხვდნენ იმას, რომ ეს ტექნოლოგია ყველაზე უფრო გამოსადეგი იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაადგილების პრობლემები ჰქონდათ. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე 21 საუკუნემდე შეიქმნა უამრავი სხვადასხვა ტიპის ეგზოჩონჩხი, თუმცა ყველა ეს ეგზოჩონჩხი აწყდებოდა ერთ მთავარ პრობლემას, ეს არის ბალანსის შენარჩუნების პრობლემა. ანუ ადამიანი, რომელიც მაგალითად პარალიზებული იყო, პაციენტი იყენებდა ამ ეგზოჩონჩხს, თუმცა ვერ ახდენდა ბალანსირებას, ანუ გადაადგილებისას კვლავ საჭიროებდა ავარჯენს ან სხვა ადამიანის დახმარებას. ამიტომ ეს ტექნოლოგია არსებობდა, წარმატებითაც არსებობდა რაღაც მხრივ, მაგრამ უნაკლო არ იყო და ფუნქციურად ფლად გამოსადეგი. თუ არსებობს, რადგან უნაკლო არ იყო ძველი, ახლა თუ არსებობს მოდელი, რომელიც არის უფრო სრულყოფილი და თუ გამოიყენება და თუ გვაქვს უნდა აღინიშნოს, რომ უამრავმა კომპანიამ სცადა და შექმნა კიდეც სხვადასხვა ტიპის ეგზოჩონჩხები. ვახსენეთ კიდეც წარსულში შეიქმნა ასეთი უამრავი მოდელი. თუმცა ამ მხრივ რევოლუციის სახელი ეკუთვნის ფრანგულ კომპანიას Wondercraft, რომელმაც შეიმუშავა ალბათ ყველაზე უფრო სრულყოფილი მოდელი ეგზოჩონჩხისა. ეს ეგზოჩონჩხი
მასში ჩაშენებული არის სენსორები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ასევე მანქანური სწავლების მოდელების ალგორითმების მეშვეობით ახერხებს იმას, რომ შეინარჩუნოს ბალანსი ადამიანმა. ანუ მიზანიც ეს იყო ამ კომპანიის, რომ შეექმნათ ისეთი ეგზოჩონჩხი, რომელიც ადამიანის მსგავსად შეძლება წონასწორობის შენარჩუნებას და გამოვიდა კიდეც ეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. თავარი აზრი იმაში დევს, რომ თუ სხვა ეგზოჩონჩხები საჭიროებენ დამარტებით ავარჯენს, ასევე სხვა ადამიანების დახმარებას, ეს ეგზოჩონჩხი თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს იმას, რომ თუ მაგალითად ადამიანის სხეული ოდნავ მცირედ გადახრას მაინც მოახდენს, სენსორები აღიქვავს ამ გადახრას და გარდაქმნის მას ბალანსირებულ წონასწორულ მოძრაობად. სრულფასოვან მოძრაობად ესე რომ ვთქვათ. ეხლა ვფიქრობდი, რომ ილონ მასკის ჩიპებიც ვახსენეთ, მაგრამ ეს ეგზოჩონჩხიც უკავშირდება იმას, რომ ძალიან ალბათ ადამიანებს, რომელსაც აქვთ ეს მსგავსი ტიპის სამედიცინო პრობლემები, ძალიან ძიმე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები სოციალური იზოლაცია. არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ ვიღაცებს ალბათ უჭირთ სოციალიზაცია, შეიძლება დეპრესიასთანაც იყოს დაკავშირებული და ტექნოლოგია ალბათ მათთვის რამხელა შვებაა. ვანდერკრაფტის ეს ეგზოჩონჩხი დაეხმარა მრავალ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მაგალითად პირადად ყველაზე უფრო გულისამაჩოყვებელი იყო ადამიანი ჯესიკა ტავილი, რომელიც 16 წლის ასაკში 10 წლის უკან დაინვალიდა უბედური შემთხვევის შედეგად, მან დაიზიანა ხერხემალი და მთელი 10 წლის განმავლობაში ეს ადამიანი იყო პარალიზებული და ვერც კი ოცნებობდა იმაზე, რომ დამოუკიდებლად მოეხდინა მოძრაობა და დღეს ვანდერკრაფტის ამ ტექნოლოგიის საშუალებით მან შეძლო, რომ დამოუკიდებლად გაიარა, დამოუკიდებლად დადგა ფეხზე და ახერხებს ჩვეულებრივ მოძრაობას და დღეს ჩვენს გადაცემაშიც ვნახავთ ამ ადამიანზე სიუჟეტს და ნამდვილად ამ ტექნოლოგიური სასწავლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი ჯესიკა ტაველის ისტორია. 16 ასაკში, როგორც უკვე ვახსენეთ, გადატანილი უბედური შემთხვევის შემდეგ მან ხერხემლის ძიმე დაზიანება მიიღო და მთელი 10 წლეული ინვალიდის ეთს მიეჯაჭვა. 10 წლის შემდეგ მან პირველად გაიარა. ჯესიკა ტაველი ლიბანელ-ამერიკელი ინფლუენსერია, რომელსაც წლების წინ მომხდარი ავტოავარიის შემდეგ პარაპლეგიის, ანუ ქვედა კიდურის პარალიზების დიაგნოზი დაუსვეს, რამაც ის ეთს მიაჯაჭვა. ჯესიკა წლები იბრძოდა და ჰქონდა იმედი, რომ მეცნიერება ოდესმე შეუძლებელს შეძლებდა. ავარიის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, მაგრამ ცხოვრებამ თავიდან ვისწავლე. ავიღე მართვის მოწმობა, სწავლა დავიწყე და მინდა ექიმი გავხდე. ვისაუბრე პოპულარულ ტელევიზიებში და სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მივიქცია, რადგან მე ვიყავი პირველი, ვინც ეგზოჩონჩხის მეშვეობით გაიარა. მე ახლა ყველაფრის გამო მადლობელი ვარ. 2025 წლის ბოლოს ტექნოლოგიურმა გარღვევამ ჯესიკას ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. რობოტული ეგზოჩონჩხი, რომელიც ხერხემლის დაზიანების მქონე ადამიანებს დამოუკიდებლად გადაადგილებს საშუალებას აძლევს, ჯესიკას ცხოვრებაში ახალი იმედის სახით გამოჩნდა. კადრებმა, სადაც ჯესიკა 10 წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ნაბიჯებს დგამს, მთელი ინტერნეტი მოიცვა. მოწყობილობა აღჭურვილია მაღალი მგრძნობელობის სენსორებით, რომლებიც აფიქსირებენ სხეულის სიმძიმის ცენტრის მცირედ ცვლილებასაც კი. როდესაც ჯესიკა წინ იხრება, ხელოვნური ინტელექტი ხვდება, რომ მას ნაბიჯის გადადგმა სურს. ჯესიკას ყოველი ნაბიჯი იმედია ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ გადის ამ რთულ გზას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ტექნოლოგია ფუფუნებაა, ის ამტკიცებს, რომ როცა ინოვაცია ადამიანის გაუტეხელ ნებისყოფას ხდება, ბარიერები უბრალოდ იშლება. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია ტექნოლოგიურ სასწაულის სწორად დაარქვი შენ. ალბათ ნამდვილად იმედის მომცემია, ხო, ესეთი ტექნოლოგიური. ნამდვილად იმედის მომცემია და ჩემთვის ჯესიკას ამბავი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ ტექნოლოგიები ხშირად, მეცნიერება ხშირად ძალიან ნელა ვითარდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პროგრესი და ეს განვითარება არის გარდაუვალი. თუ კი მაგალითად ჯესიკა 10 წლის უკან ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ დამოუკიდებლად გაივლიდა, დღეს ეს არის რეალობა და ეს დღეს არის რეალობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ მივენდოთ ტექნოლოგიებს, მივენდოთ მეცნიერებას და ის აუცილებლად ისინი აუცილებლად კარგად მართლა ძალიან სასიამოვნოა, როცა ტექნოლოგიები ადამიანებს ასე ეხმარებიან. დიდი მადლობა, ყოველთვის ძალიან საინტერესო ხომ. დიდი მადლობა. და შევხვდებით შემდეგ კვირაში. მადლობა.